მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა, დილის შუა დღის 12 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა ახალგაზრდული ვიკენდი. დღეს კი მას მე იზაბელა გელაშვილი წავიყვან. მინდა შეგახსენოთ და გითხრათ ის, რაც დარწმუნებული ვარ უკვე აქამდე ძალიან ბევრჯერ გსმენიათ, რომ ჩვენ გადაცემას ერთგული მხარდამჭერი ყავს კომპანია IDS ბორჯომის სახით და დიდი მადლობა მათ. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერის მსვლელობისას ტელეფონის ნომერზე 22 30 51. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ალბათ იცით, რომ გვაქვს ახალი რუბრიკა პორტრეტი, რომელსაც რა თქმა უნდა სტუდიის გარეთ ვიღებთ. დღეს კი მე გადავწყვიტე, რომ იმ ადამიანის პორტრეტი, რომელიც დღეს სტუმრად ყავს, პირდაპირ გადაცემიდან პირდაპირ ეთერში შეიტყოთ ჩემთან ერთად. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია მსახიობი, რეჟისორი და ამავდროულად პედაგოგი ბატონი ავთანდილ პაპიძე. გამარჯობათ. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. იქამდე ვიდრე სხვა კითხვებზე გადავალთ, მინდა მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი მგზის შესახებ, რამაც აქამდე მოგიყვანათ. ბავშვობიდანვე ძალიან მინდოდა მსახიობი გამხდარიყავი და ცოტა კურიოზულია ჩემს, იმიტომ რომ სახლიდან გავიბარე. ისე მოხვდი და მთელი 1 წლის განმავლობაში საკუთარი მშობელი არ მცემდა ხმას ჩემი პროფესიის გამო. მაგრამ როცა დავამთავრე და ბორჯომში ჩამოვედი, ძალიან რთული გზა გავიარე. მუშაობდი სოფლებში, კულტურის სახლში, სამხატვრო ხელმძღვანელად, თოჯინების თეატრში რეჟისორად და დღესდღეობით პედაგოგი ვარ სკოლაშიც და კულტურის ცენტრშიც. ესეთი გზა მაქვს. სად მიიღეთ თეატრალური განათლება? მე თბილისში დავამთავრე სერგო ზაქარიაძის კულტსაგამოვლებლო სასწავლებელი თეატრალური განყოფილებით. და როდის შეასრულეთ პირველი როლი, ან რამდენი წლის იყავით? მე ვიყავი 17 წლის, პირველი როლი შევასრულე მხატვრის როლი. ძალიან ტრაგედიული მხატვრის როლი შევასრულე და მაშინ უკვე იქ ჩემმა პედაგოგებმა აღიარეს, რომ მე შემეძლო როგორც კომედიური, ასევე ტრაგედიული ჟანრის თამაში. და რის შესახებ იყო ეს სპექტაკლი? ეს სასწავლო სცენაზე ჩვენ ეტიუდური ხასიათის სადაც ტექსტი არ არის თეატრში. გასაგებია. და ეს პირველი როლი მქონდა და ისე ძალიან ბევრი როლი მქონდა. რამდენი როლი გაქვთ შესრულებული? სულ დაახლოებით 6 განსხვავებული სხვადასხვა ჟანრის. და აქედან ყველაზე მეტად რომელ როლს და სპექტაკლს გამოყავდით, რაც პირადად თქვენ შეგისრულებიათ? თამაშ ჭილაძის ჩიტების ბაზარი. როლი? თეზიკო. და რის შესახებ? ეს იყო ეს სპექტაკლი არის ნარკომანიაზე საუბარი, თაობათა ცვლაზე და უსიყვარულოდ უცხოვრობენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროფესია და პირადად თქვენ რა სირთულეები შეხვდათ? ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, რაც იდეის განხორციელებას მარტო რომ მოიფიქრებ ეს მარტო ის არ არის, მაგრამ თუ მხარდამჭერი არ აქვს, ძალიან დაფინანსება ცოტა რთულია ხოლმე, როცა სპექტაკლს აკეთებ. აუცილებლად დეკორაცია საჭირო. და ბევრი სირთულეებია, ენერგია დიდი და დიდი სიყვარული, რასაც შენაკეთებ, სიყვარულის გარეშე არაფერი არ არის. გარდა მსახიობისა, თქვენ ხართ ასევე რეჟისორიც. რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული? სულ დადგმული მაქვს 12 სპექტაკლი. და ყველაზე მეტად რომელს გამოყოფდით, რაც თქვენ დავიდგავთ? ყველაზე მეტად გამოყოფდი ჯერ კლდიაშვილის სამანიშვილის დედი ნაცვლს. ეს გავაკეთებ ეს მოსწავლეებთან და მეორე კიდევ რა თქმა უნდა თამაშ ჭილაძის ჩიტების ბაზარი თელი სული და გული ჩავდები ამ სპექტაკლში. სპექტაკლი ჩიტების ბაზარი, როგორც ვიცი, საკმაოდ წარმატებული იყო, გარდა იმისა, რომ თქვენ თვითონაც გაქვთ შესრულებული, შემდგომ ბორჯომში დადგით ეს სპექტაკლი. რამდენად წარმატებული იყო ეს სპექტაკლი ბორჯომში? მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, იმიტომ რომ მაყურებელი ერთ სპექტაკლზე მოვა 3 ჯერ, ეს უკვე წარმატება გარანტირებულია. და პირველ რიგში მე მინდა ის მოსწავლეები, რომლებიც ჩემ გვერდზე იყო, უღმესი მადლობა უთხრა დიდი სიყვარულით, რომ მათ ისე ითამაშეს ეს სპექტაკლი, როგორც საჭირო იყო, როგორც მე მინდოდა, როგორც ჭილაძეს უნდოდა ჩადებული რაც ქონდა. და რატომ გადაწყვეტეთ ამ სპექტაკლის დადგმა? იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკის მოსწავლეებთან გავაკეთე, სადაც არის ნარკომანიაზე საუბარი, ძალიან აქტუალურია.
რა თქმა უნდა პირველ გაცნობილს გაყვებიანად სამი თვის მონაკვეთში ცხოვრობენ და მერე რო ოჯახს ანგრევენ და ეს ოჯახური ურთიერთობები ქართული ტრადიციული ოჯახები და თანამედროვე ცხოვრება რომელიც ჩვენ ასე გლობალურად გვივლის თავს ამიტომ მოსწავლეებმა ეს უნდა იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ არსებულ სიტუაციაში რა ასაკის მონაწილეები იყვნენ ამ სპექტაკლის დადგმაში ეს იყო მე-10 კლასი მაშინ და მე-11 კლასში არიან და თითქმის ხარდამჭერები ბევრი მოვიპოვე მე თვითონ და ეს იდეა რომელიც მე მინდოდა გამეხორციელებინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დახმარების გარეშე არ მოხდა დიდი მადლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს რომ ეს დახმარება გამიწია და აგრეთვე ახალგაზრდული ცენტრი ახალციხის რომელიც ძალიან დაგვეხმარა სხვა ქალაქში გასატანად რომელიც წარმატებულად გავიარეთ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მიიღო მაყურებელმა ის რისით თქმაც გინდოდათ ამ სპექტაკლით? ის იყო მიწოდებული ეს პრობლემები, რომ მაყურებელი სამჯერ მოვიდა ერთ სპექტაკლს. ეს რო კარგად არ მიგვეწოდებინა ჩვენ, მაყურებელი აღარ მოვიდოდა და შეიძლება დარბაზიდანაც გასულიყო, მაგრამ დარბაზიდან გასული არავინ არ ყოფილა. ბორჯომის გარდა სად შედგა კიდევ ამ სპექტაკლის პრემიერა? ბორჯომის გარდა შედგა ახალციხეში ჩვენ ახალგაზრდული ორგანიზაცია რომელიც ახალციხის დაინტერესებული იყო აი ამ სამოქალაქო კუთხით ჩვენ ვაჩვენეთ მესხეთის სახელმწიფო თეატრში ეს სპექტაკლი და დიდი წარმატებით ნახევარი დარბაზზე მეტი სავსე იყო და კარგად გამოგვივიდა ძალიან. სამოვლოდ თუ გეგმავთ კიდე მსგავსი სპექტაკლის დადგმას ან თუნდაც სხვა სახის სპექტაკლების დადგმას? ეხლა უფრო სტილს ვცვლი, უფრო ვოდებილები მინდა გავაკეთო ეს ჩემი ის არის იდეა, სურვილია ძალიან და ძალიან მინდა რომ ეს გავაკეთო. და მე მგონი გამოვა, იმიტომ რომ მომეხმარებიან ისე. დახმარებას ალბათ ორს არ მეტყვია. ახლა მოდით გავიცნოთ ერთ ძალიან მაგარი ბავშვი ქეთი აბრამაშვილის სიუჟეტში. მე ვარ გიორგი ქურდაძე, ვსწავლობ ბორჯომის ნომერ 1 საჯარო სკოლაში. მე მე-4 კლასში ვარ 9 წლის. დავდივარ გალობაზე, სიმღერაზე და ცეკვაზე. ვკითხულობ ლექსებს. ვაჟა-ფშაველას ეს მოთხრობები მოყვარს ყველაზე ძალიან. ბუნებაზე აქვს უფრო დაწერილი. თითქმის ყველა მოთხრობა. სიმღერა მოყვარს მე ყველაზე მეტად. სახში ვკითხულობ, მე უფრო ენციკლოპედიები მოყვარს და მოთხრობები. მე წავიკითხავ მუხრან მაჭავარიანის ლექსს, სათავრად საქართველო. არ ყოლია მტერი რუსთაველს, არ გაქცევია სამშობლოდან სულთან ხუთავებს და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია, რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია, იქნებ ტრფიანმა გარდახოცა ყველა მელექსე, თეიმურაზი არჩილ მეფე ვახტანგ მეექვსე, ან სულხან საბა გამოაწყო ბერის კაბაში, თავშე საფარი დაუკარგა ბესიკ კაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი, და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით, იქნებ ტრფიანმა ჭავჭავაძეს ეს როლა ტყვია, ან სიყვარულმა ჰკრამა ჩაბელს ხელი სამიწე, იქნებ იმასაც სიყვარული ქვია სახელად, რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე, არა, ქართველთა გზა არ არის ეგრეიოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება, საკვალს გააღებს დამხრეული გალაქტიონი, და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება, თუ ფიქრობს ვინმე და დუმდეს ენა, ვერ მოესწრებით არა და ვერა, მე ფერეკლე ხომ არ გონი ვარ თანხმობა მოგცეთ არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, კიდევ ხომ არა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა, კვლავ დაიქუხო საქართველომა, ირიჟრაჟებს დილა მოაწკრიალა, ტოროლაცას შეასკდება კრიალას, მიწიანად, ჩირგვიანად, ხიანად, საქართველო ყვავის ყველა ფრიანად, რა ძნელია რუსთაველო, მეტეხო და დიღმისველო, მოდიოდე და ფიქრობდე ეს არ არის საქართველო, ნაკუწ კი არა, გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად, მიწა სასაც მინდორველებს ხიანად, საქართველოს მოწმინების ფიალას.
გიორგი სკოლაში შემოვიდა 5 წლის რომ იყო 5 წლის ასაკში შემოვიდა სკოლაში. გიორგი არის პირველ რიგში თავაზიანი, თავმდაბალი. ყველასაგანს კარგად სწავლობს, თითქმის ერთნაირი მონდომებით. აქვს ძალიან ბევრი გამარჯვებები. გიორგიმ სამცხე-ჯავახეთში პირველი ადგილი მიიღო მათემატიკაში. ქართულში მიიღო სამცხე-ჯავახეთში პირველი ადგილი და საქართველოში მეოთხე ადგილი. კიდევ იყო ილიას სახელობის ტური ჩატარდა, მეორე ადგილი აიღო საქართველოში. აქვს უამრავი სერტიფიკატი. ლონდონის ტური იყო, იქაც გიორგიმ მესამე ადგილი აიღო, პირველი ადგილი აიღო სამცხე-ჯავახეთში და მესამე ადგილი აიღო თბილისში, საქართველოს მასშტაბით. დაჯილდოებულია ისე სულანი გიორგის სერტიფიკატები არის, ჯერ პატარა და უკვე ამდენი დიპლომები აქვს გიორგის. როგორც პირველი ხარისხის დიპლომი აქვს გიორგის, მეორე ხარისხის დიპლომი აქვს, უმეტესი პირველი ხარისხის დიპლომი აქვს, როგორც ქართულში, ასევე მათემატიკაში. ჩემთვის ყველაზე საყვარელი საგანია მათემატიკა. მათემატიკის ამოცანებს და მაგალითებს ვხსნით, თითქოს სახალისო, ვერთობენ, აი ეს მიყვარს რაღაცნაირად. მაგალითების და ამოცანების გამოყვანა. ლოგიკური ამოცანების გამოყვანით. ქართულიც მიყვარს, ქართულში უფრო დასაწერი ის მიყვარს, აი თემები მიყვარს ყველას. შეყვარებული სიყვარულსა მარლვა უნდა ვითაცხელსა მაპარავს. თავისუფალ დროს ვკითხულობ ენციკლოპედიებს, რომ საღამოვდება ეზოში გავდივარ სათამაშოდ. მიყვარს მეგობრებთან ერთად თამაში, განსაკუთრებით წელშიგურთი. ჩემი აზრით გიორგი არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი, არის კარგი მეგობარი და მეგობარს არ აწყენინებს. ის ძალიან კარგი მეგობარი, ცოტათი თავმდაბალი და თუ რაიმე გამიჭირდება ყოველთვის მეხმარება. გიორგის ვიცნობ ბავშვობიდან. გიორგის თავმეგობრობას ვაგრძელებ კლასიდანაც. გიორგი არის ჩემი საუკეთესო ძმაკაცი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემას ერთგული მხარდამჭერი ყავს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს სახით და ასევე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერის მსვლელობისას ტელეფონის ნომერზე 22 30 51 და მოგიწოდეთ აქტიურობისაკენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავთ. რას როგორ შეაფასებდით ჩვენს ბავშვს და რას ტყოდით მის შესახებ? ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ქეთის და გიორგის ასეთი ლამაზი ლექსი რომ წაგვეკითხა. ასეთი თაობა რომ მოდის ძალიან სასიხარულოა და ვიტყვი რომ საქართველოს დაღუპარო წელი როცა ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდობა მოდის თაობა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს ვეტყვი რომ დაგვემატა კიდევ ერთი ახალი რუბრიკა Blitz ინტერვიუ. ანუ ამ Blitz ინტერვიუს მთავარი არსი არის იმაში, რომ მე თქვენ გაძლევთ დაბეჭდილ ფურცელს, რომელზეც წერია კითხვები. თუმცა ამ შემთხვევაში მე ჩამორთმეული მაქვს ლაპარაკის უფლება, თქვენ უნდა წაიკითხოთ კითხვები და თავადვე გასცეთ პასუხები მას. ჩემი შვილები მეუბნებიან, რომ ახალგაზრდად გამოვიყურები. ჩემი შვილები რომ სცენაზე დავინახო, მოვკვდები ნერვიულობით, იმიტომ რომ რაღაც პირველ პაემანზე წავედი, ოდესღაც იყო. მე დამამტკიცებ, რომ ის რაც შენ გინდა, ამას ყოველთვის მიაღწევ. თავარია სურვილი. მე ვივიწყებ იმას, რაც ძალიან ბევრმა მაწყენინა. და სიყვარულით მინდა რომ ერთმანეთის ადამიანმა უნდა იცხოვროს სიყვარულით. სიყვარულის გარეშე არ არსებობს არც სილამაზე და არც უკვდავება არ არსებობს სიყვარულით. ვერ ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს. ეს ჩემი ძალიან ცუდი თვისება. მეშინია
მეში არაფერს არ მეშინია ისე ვარ ჩემ ცხოვრება ისე არის მეშინია სიკვდილის ყველაზე ცუდი შეგრძნება აღარ მჯერა რომ მე საერთოდ პესიმისტი ადამიანი არა ვარ ოპტიმისტი ვარ ყველაფრის მჯერა მაგრამ აღარ მჯერა რომ ჩვენი თაობა და ახალგაზრდებით საზღვარგარეთ გავა და იმუშავებს იქ და ქართული გენი დაბრუნდება საქართველოში აი ამისი აღარ მჯერა რომ რაღაც გამოსავალი იქნება ამაყი ვარ როცა ქართველი ვარ და ამაყი ვარ რომ ბორჯომელი ვარ არავინ არ იცის რომ რა მოხდება ამ ქვეყანაზე და პოზიტივ დილიდან რომ გამოხვალ პოზიტიურად უნდა განეწყო ჩემი მუშაობისთვის ჩემი სპეციფიკისთვის ადვილი არ არის ის რომ კლასში შედიხარ შენ ხასიათზე არ ხარ მაგრამ შენ მაინც ხასიათზე ხარ ალბათ ჩემმა მოსწავლეებმა ის ძალიან კარგად იციან ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ მაგრამ ყოველთვის არ არის ასე ისი გაკეთებაც მინდა უკვე გვიანია რა თქმა უნდა ვერ ვითამაშებ შექსპირის რომელიღაც ნაწარმოებს ამისი უკვე დაგვიანებულია და ასაკიც უკვე ამის საშუალებას აღარ მოწევს მაგრამ ნახოთ ის რაც არასოდეს მithkals და პირველად ვამბობ რომ ძალიან მიყვარს ადამიანი ამას არასოდეს არ ვამბობ მე უბრალოდ ჩემი მოქმედებიდან გამომდინარე ვაკეთებ ხოლმე ძალიან მიყვარს მე ყველა ძალიან მიყვარს ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთ რაზეც ვკითხავთ, პირველი პაემანზე. რამდენი წლის იყავით მაშინ? თუ გახსოვთ? როგორ არ მახსოვს 14 წლის. საკმაოდ პატარა ასაკი. სიყვარულისთვის არასოდეს გვიანი. არასებობს სიყვარულისთვის გვიანი და არასებობს ადრეული. სიყვარული. მართალი ხართ, გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი, ძალიან გულწრფელი ბრძანდებით, რაც ყველაზე მეტად მახარებს. მინდა წარმატებები გისურვოთ და იმედი მაქვს ბევრ წარმატებულ სპექტაკლს დადგამთ მომავალში. მაყურებელს კი ეს გადამჩენია დავამშვიდობო და მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.